მოგესალმებით მეგობრებო, აუ ისეთი ლამაზი გარემო არის აქ. არ ვიცი რა მინდორია ესეთი, მაგრამ ძალიან სიმშვიდეა. სირბილს მოგანოვებს ადამიანს. კარავი უნდა გამოიტანო სხვათა შორის აქ. აქ უნდა გაშალო და რა ვიცი, 64-ში იქნები რა. ძალიან მაგარია. ეს ჩიტების ხმები რატო ხსიამოვნებს ესე არ ვიცი. როგორ არის ყველაფერი ჩანერგილი ჩვენში ეს რაღაც ჩიპი დევს ალბათ, რომ ეს ხმა გვაღიზიანებს, ეს ხმა ძალიან დიდ კარგ ემოციებს გვაძლევს, გვამშვიდებს და ასე შემდეგ. ეს ხო თანდაყოლილია, ეს ხო ჩვენში დევს ჩიტები. ვაუ. მოკლედ ინსპირაციას მაძლევს აქაურობა ძალიან რა და თქვი კიდევაც ბლოგი ჩავწერე, რომ ხშირად უნდა გამოდიოდეს ადამიანი ალბათ სკვერში, ისეთ გარემოში, სადაც არის სიმშვიდე და სადაც ჩიტების შღურტული არის, მოკლედ იმიტომ რომ გონებას გიხსნის რაღაცა, ბევრ რაღაცებზე გაფიქრებს, კრეატივს გაძლევს. ერთ სიტყვით ძალიან კაია რა. იწოს. რეალურად ადამიანები ესე გიყურებენ და გიდგანან წინ, 20 კაცი მიყურებს ალბათ წინ ესე მე რო ვლაპარაკობ კამერის წინ, მაგრამ კამერასთან უფრო სწორედ, მაგრამ დიდად მე არ მაკომპლექსებს ეგეთი რაღაცეები რა, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს რასაც ვლაპარაკობ სხვებს არ ესმით და რას ვლაპარაკო და საქართველოში ახლა ესე ვერ გადავიღებდი, იმიტომ რომ იქ ვიღაცა ჩაგისაფრდებოდა რას ამბობს ნეტა ის და რო ვიცი რომ ქართული ენა არავინ არ იცის აქ ძალიან შვიდად ვარ. ძალიან კაია. არ ვიცი, წავედი დაგტოვებთ. აქედან ხმას მაინც ვერ გაიგებთ. ვა, იმედია რომ ძალიან ბლარში არ ვარ, აი ეს ფოკუსის საკითხი მოკლედ ჩემთვის არის ძალიან რთული. ვერ გავიგე, როდის არის ჩემზე ფოკუსი, როდის არ არის ფოკუსი. რამდენს ვიღებდი და თურმე ბლარავს და სხვა რაღაცა მქონდა დაყენებული რა. მოკლედ სად ვიყავით? არ ვიცი, სად ვიყავი, მაგრამ მოკლედ აქაც ვიტყვი, რომ ჩემი მიმართულება რადგან წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, ეგეც იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობაში ხშირად ვნახულობდი ხოლმე ეს ფილმებს, ამერიკულ ფილმებს, სადაც ვნახულობდი ხშირად ნიუ-იორკს, კალიფორნიას, სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელეს, შესაბამისად ჩემი გონებაც უკვე გადმოერთო აქეთკენ. ამიტომ უკვე დავიწყე ფიქრი ამ მიმართულებით და არა აზიის მიმართულებით, რის ფილმებსაც ალბათ მარტო ინდურ ფილმებს თუ უყურებდი ხოლმე. და მოკლედ დავიწყე ფიქრი ამერიკის მიმართულებით. 2019 წელს მე მინდოდა ამერიკაში ჩამოსვლა. შევედი ამერიკის საელჩოში, მაგრამ ამერიკის საელჩომ გამომაბუნძულა. No man, unfortunately it's not time for you. You can try next time, მეუბნება. მე ხადაობით მეთქი, ანუ რა მომზადებული შევედი, მთელი ემოციებით, იმით, ამით არ მინერვიულია, რომ მეთქი, ანუ ამერიკაში უნდა წავიდე მეთქი, აი უეჭველი, აუცილებლად, არ მაინტერესებს მეთქი ამერიკაში უნდა წავიდე. ნუ მოკლედ ესე არ ჩამოიტყეს. არ ვიცი რატო ოღონდ მართლა. It's okay. You are in relationship. You should finish this. You must finish it. ალბათ კარმული პერიოდის გაქო და ეს კარმა უნდა მოიხადო, ჩემო ძმა და მეგობარო. ალბათო. და მოკლედ ერთი სიტყვით მე სცადეო რა. ნუ რას ვიზავდი, წამოვედი დასევდიანებული. ძალიან განაწყენებული მეთქი არ ვიცი რა ჩემი ბედი რა მეთქი საქართველოში რაღაცა უნდა გავაკეთო მეთქი ამოვწურე ჩემი საკუთარი თავი მაგრამ დაურჩი მეგობრებო და ups and down-ები მერე დაიწყო აღმა იყო მთელი ჩემი პირადი ურთიერთობების საკითხები ისინი ესენი საქმე ისა მოკლედ მთელი ქაოტური პერიოდი მქონდა მაგრამ რასაკვირველია დადებითი პერიოდებიც ბევრი იყო და 5 წლის შემდეგ და 4 წლის შემდეგ მე გადავწყვიტე რომ კიდე შევსულიყავი ამერიკის საელჩოში. აი ახლა არის დრო, რომ მე ახალ ცხოვრებას დავადგე და დავიწყო ცხოვრება ნოლიდან ვიძახდი რა. რაღაცნაირად მეჯერა მართლა რომ აი ნამდვილად ავიღებდი ამ ყველაფერს და ჩემამდე ვინც კი შევიდა, ყველას ყვითელი ბარათი მისცეს და მე ჩამირტყეს ვიზა. ამერიკაში ესე გადმოცხოვრება არ მიფიქრია არასდროს და არც ახლა არ ვიძახი რომ ამერიკაში გადმოვცხოვრდი და ასე შემდეგ. უბრალოდ მე მაქვს ცხოვრებისეული ეტაპი, როდესაც მე მინდა რომ ჩემი კარიერა წინ წავწიო და ჩემი აი ეს ხელოვნება უფრო მეტად ზენიტში ავიყვანო.
რაც მე ვფიქრობ, რომ აი საზოგადოება მასსა უფრო დამეხმარება. საქართველოში არ ვიცი რატო ხდება ხოლმე, მაგრამ თითქოს ძალიან ბევრ ნეგატივს ვხედავდი. აი თითქოს არავის არ მოსწონდა ჩემი ეს ნამუშევრები, არ იყო ისეთი დამოკიდებულება, როგორცაც მე ვითხოვდი და რისი ღირსიც ალბათ მე ვიყავი. კი, რასაკვირველია, მქონდა ისეთი მომენტები, როდესაც ჩემი ნამუშევრით ადამიანები უკმაყოფილოები იყვნენ და რაღაცნაირად იმედები გაუცრუე, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ნამუშევრები შეუქმნი, რომ ადამიანებისგან უფრო მეტ კარგ დამოკიდებულებას ვითხოვდი, თითქოს ესე. ვიმსახურებდი. მოკლედ ესეთი საკითხი და სიტუაცია იყო. მართლა კი არ მივდივარ კაცო. მაგრამ ძალიან საყვარლები არიან, ნახე. ერთი სიტყვით მოკლედ ვიცოდი რომ ამერიკაში რო ჩამოვიდოდი, ესეთი მარტივი არ იქნებოდა ყველაფერი, ესე ხელის გულზე ადამიანმა დაგიდოს, ცხოვრებამ დაგიდოს და აი ბედნიერი იყო და ზუსტად ის მოგცეს რაც შეგინდა, ეგრე არ არის ძმაო ეს ცხოვრება, ყველაფერი კანონზომიერულია და ყველაფერს წვალება და შრომა სჭირდება რომ რაღაცას მიაღწიო, ესე ხდება. ვიცოდი რომ რაც არ უნდა სირთულეები მქონოდა, ვიქნებოდი ძალიან ძლიერი. ჩამოვდივარ აქ, ქართველების ყოფნამ დამეხმარა ის რომ საქართველოს დიდად არ მომენატრა, იმიტომ რომ აქ საჭმელები, რესტორნები გინდა, ძალიან კარგი საჭმელები არის. ის მონატრებაც არ მქონია რომ აიმე ხინკალს როდის შევჭამ და როდის შევჭამ ქართულ სალატს და როდის შევჭამ ამას და იმას. აქ ყველაფერი საკმაოდ არის, შევდიოდი ხოლმე და ვიკმაყოფილებდი ჩემს სურვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ პერიოდში ჩამოვედი, სიცივეები იყო და ძალიან ყინვები და აიმე ისეთები გამოვიარე სიცივის ფონზე მეგობრებო. ეხაც მცივა, მაგრამ ნუ მოკლედ ძალიან სიგიჟე იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მაძლევდა სტიმულს და ბუსტს და არანაირად არ მქონდა ჭყალებში ჩაქიმული და არანაირად არ მქონდა ის მომენტი, რომ აიმებშო, მე საქართველოში დაბრუნება მინდა, აქ რატო ჩამოვედი, აქ რა მინდოდა და ასე შემდეგ. ვიცი რომ სწორ გზაზე ვარ, სწორი მიმართულებით ვარ, თუმცა რასაკვირველია არიან ადამიანები, რომლებიც ესე არ ფიქრობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ ამერიკაში და იძახიან, რომ აი აქ რა ჯანდაბა მინდა, ანუ ეს ჩემი არ არის, აი რატო ჩამოვედი, რა მინდა აქ საქართველოში მინდა და გარბიან ისე უკან. ასე რომ ამერიკა ყველასთვის არ არის. ამერიკა არის ადამიანებისთვის, ვისაც გონებით უნდა ალბათ აქ წამოსვლა და რაღაცა იზიდავს აქაურობაში. მე ადამიანები მიზიდავს მაგალითად 95% ალბათ აქ ქართველები მყავს მომხმარებლები და 5% უცხოელი, მაგრამ მაქვს სურვილი რომ უცხოელების რაოდენობა მოკლედ 50-მდე ავიყვანო, იმიტომ რომ ძალიან კარგი დამოკიდებულებით არიან, არ ვიცი რა, ძალიან კარგი დამოკიდებულებით არიან და რეალურად ეს უფრო მეტ სტიმულს გაძლევს. არ ვიცი ქართველებს რა სჭირთ რა, აი ვერ ხვდები, ალბათ ბევრი ნეგატივია, ბევრი სტრესია. ისე არ მიდის მათი ცხოვრება როგორც საჭიროა, საქართველოს არ აძლევს ალბათ იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანები კარგად განვითარდნენ, როგორც თუნდაც მე საქართველოს ხელი არ შემიწყო იმისთვის, რომ განვითარებულიყავი. ხელოვანი ადამიანებისთვის თითქოს რაღაცნაირად ვერა, მაგრამ არიან ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ყოჩაღობენ საქართველოში და წინ მიდიან, მაგრამ მე რატომღაც ვერ შევძელი. არ ვიცი, ნახოთ რა როგორ განვითარდება მოვლენები. გუშინ წინ სხვათა შორის მყავდა ერთი სამხრეთ კორეელი ბიჭი, რომ აი ძალიან კაი ტიპი იყო, თავის შეყვარებულთან ერთად მოვიდა, მეგობრებთან ერთად მოვიდა მოკრძალებით. არ ვიცი საიდან მიპოვა, მაგრამ რეალურად მითხრა ესეთი რამ, რომ აი შემთხვევით აღმოგაჩინეო მოკლედ სოციალურ ქსელშიო და ძალიან კარგ fine line-ებს აკეთებოდა, მოკლედ გადამეცვალა ორი ისეთი კატა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან ემოციური კავშირიაო და მინდაო რომ fine line-ის გამიკეთო, მოკლედ აი კატის სილუეტი და გენდობიო ყველანაირად როგორც შენ გაგიხარდეს ისე გააკეთეო და მოკლედ რო გაუკეთე სტატუ იყო ძალიან გაგიჟებული, აღფრთოვანებული, თავის შეყვარებული იქეთ მადლობებს მიხდი და მოკლედ ეს ყველაფერი მაძლევს სიამოვნებას და мотивაციას იმისას, რომ მე უფრო მეტი და მეტი გავაკეთო. ერთი სიტყვით, არ ვიცი მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულეებია, დაბრკოლება არის, არ ვიცი ესე მარტივად არაფერი არ მეძლევა და მე ამას შეჩვეული ვარ. ვარ ბედნიერი იმით, რომ რთულად, მაგრამ იმას ვაღწევ და იმისკენ მივდივარ, რაც არის ჩემი ოცნება და რაც მე მომანიჭებს ბედნიერებას და ვნახოთ რა იქნება შემდეგში. თქვენ კი ხელოვანო ადამიანებო, თუ თქვენი ფიქრები მოდის ამერიკისკენ, თუ თქვენ გიყვართ რაღაც ამერიკული, თუ თქვენ არ ვიცი, რაღაცნაირად ფიქრობ და გული მიგიწევთ იმისკენ, რომ თქვენ რაღაცნაირად ამ სახელმწიფოში განვითარდებით. თუ თქვენ ეს არ გაქვთ და თუ უბრალოდ ვიღაცისგან გსმენიათ, რომ აქ ბევრი ფინანსებია და დოლარებშია ფული და მწვანე და
რაღაცნაირად ყველა შეძლებული არის და ისეთი სახელმწიფოა, შეიძლება უკან დაბრუნება მოგინდეთ და რაღაცნაირად თქვათ, რომ აი ამერიკაში რატო ჩამოვედი. ყველასთვის ამერიკა არ არის, ყველასთვის ეს სახელმწიფო არ არის, არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც გონებით აქ ჩამოსვლა უნდა და გრძნობს იმას, რომ ამერიკაში ისინი იქნებიან ბედნიერები და კარგები. გისურვებთ წარმატებებს და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ვიდეო თქვენთვის იყო ძალიან გამოსადეგი და დაგაფიქრებთ რა როგორ გირჩევნიათ რეალურად. ეს სათვალები რატომ ეკეთა, არ ვიცი, მზე ჩავიდა და არ ვიცი, ძალიან კაია. საქართველოშიც კაია, ბათუმი მენატრება თბილისი, სოფელი, ზურგეთი. ემოციური კავშირი აქვს, რასაკვირველია ჩემთან და თავისი პლუსია ყველას, მაგრამ თუ თქვენ აი ესე მარტოობას შეჩვეული ხართ, როგორც მე არ მიჭირს მარტო ყოფნა, პირიქით მარტო ყოფნა რაღაც მომენტში ძალიან მომწონს. აუცილებლად მიაღწევთ რა ერთი სიტყვით. თუ თქვენ მარტოობა არ გიყვართ და მიჯაჭვული ხართ თქვენიანებზე, მშობლებზე და თქვენ ნათესაობებზე და მეგობრებზე, მაგ შემთხვევაში შეიძლება გაგიჭირდეთ. არ ვიცი. თქვენი გადასაწყვეტია რას როგორ გააკეთებთ. ერთი სიტყვით ყველგან შეგიძლიათ იპოვოთ ბედნიერება თუ ამას თქვენვე მოინდომებთ. ევროპაში, იტალიაში, აზიაში, გოაზე, ნებისმიერ ადგილას. ამერიკას აქვს თავისი პლუს მინუსი. იცოდეთ ეგ. არ არის მხოლოდ რაღაც 60 არ არის, ბევრი ნეგატივია, ბევრი დასტრესილი ადამიანია, ჰოუმლესია, ბევრი სიბინძურია, მაგრამ არის კარგი ადგილები, სასაკვირველია. ერთი სიტყვით არ შეაჩეროთ ცვლა. ცხოვრება არის ზუსტად ესე მოწყობილი, რომ მარტივად არაფერი არ გეძლევათ, მაგრამ მონდომებიდან გამომდინარე, მე ის ткаპ, პატარა ვარსკვლავი გამოანათებს თქვენ ცხოვრებაში და მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ იქ აღმოჩნდეთ, სადაც გინდათ რომ იყოთ. გისურვებთ წარმატებებს და იმედია, რომ ჩემი რჩევები გამოგადგებათ. ბაი-ბაი.